მოგესალმებით კოლეგებო, ფორუმი გვაქვს. შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიული საკითხთა კომიტეტი, მივესალმები აპარატს და დამსწრე საზოგადოებას. დღეს განსახილველად დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს. ეს არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბატონი არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარმოდგენილი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა სათანადო საორგანიზაციო საკითხები. გთხოვთ რომ ხელსაწვევით დავამტკიცოთ დღის წესრიგი. თქვენის ნებართვით მე თვითონ წარმოგიდგენთ ამ საკითხსაც. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია როგორც ფრაქციასთან, ფრაქცია ქართულ ოცნებასთან, ასევე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან, ევროპელ სოციალისტებთან და ხალხის ძალასთან. ამავდროულად შერჩეულია აკადემიური წრეებიდან და პროფესიული საზოგადოებიდან წარმომადგენლები. თავაზობთ კოლეგებო, რომ ფრაქციის მიერ წარმოდგენილი არის კანდიდატურები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. ბატონი დავით მათიკაშვილი, ბატონი თორნიკე ჭეიშვილი, ბატონი რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და მე გახლავართ ერთ-ერთი ქართული ოცნებიდან, ხოლო პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტებიდან ნიკა ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გურამ მაჭარაშვილი, ამავდროულად ივანე ჭავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ბატონი თამარ ზარანდია იქნება ჯგუფის წევრი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია. როგორც კომიტეტის წევრებისთვის ეს ახალი არ არის, არაერთხელ ჩატარებულა მოსმენები და შესაბამისად ჯგუფის საქმიანობაც არაერთხელ განხორციელებულა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. საზოგადოებისთვის რომ ვთქვათ, ეს ჯგუფის მთავარი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის, რომ დოკუმენტაცია შესაბამისად რამდენად არის შესაბამისობაში კანონისთან წარმოდგენილი გადაამოწმოს, შესაბამისად მიმართოს შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, გააცნოს საზოგადოებას და შემდეგ უკვე მოხდება მოსამართლეობის კანდიდატთან საჯარო გასაუბრება. ეს პროცედურა კი ისევ და ისევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წინა მოწვევაში თქვენი ჩართულობით შემუშავებული ისეთი პროცედურაა, რომელსაც შეგვიძლია თავამად უწოდოთ, რომ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია თავისი გამჭვირვალეობის და პროცედურის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია მოისმინოს და იხილოს დასმული კითხვები და ასევე გაცემული პასუხები და შემდეგ უკვე კომიტეტისა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად მე მინდა რომ ვთხოვ, რომ ბატონო რატი როგორც წარსულში სამუშაო ჯგუფს რომ თქვენ უხელმძღვანელოთ თქვენ დიდი გამოცდილების შესაბამისად და ჩვენ გვექნება ორკვირიანი ვადა პროცედურად გათვალისწინებული, რომ შესაბამისი დოკუმენტაციების ნახვა, განხილვა მოხდეს. ეს არის საკითხი, თუ ყველანი თანახმა ვართ კომიტეტის წევრებს მოგმართავთ, ვთქვათ რომ უყაროთ კენჭი და ყველაფრის გადაწყვეტილებით ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა, საკითხი გადაწყვეტილია. წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ ბატონო რატი და კომისიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის წევრებს. შემდეგ უკვე შევხვდებით შემდეგ კვირაში სხვა საკითხებთან დაკავშირებით გვექნება დატვირთული კომიტეტის ხდომა, რომელზეც რა თქმა უნდა საზოგადოებას წინასწარ ჩავაყენებთ საქმის კურსში. მადლობა, ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.